მადლობის სამეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ეს ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც დამიწერეს თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით. YouTube გვერდზე Liquid Dogma თამარის ლაივი. მოდი წავიკითხავ და შემდეგ განვიხილოთ. ისეთი შთაბეჭდება მრჩება, ინფორმაციას გამოზოგილად იძლევი და დროს ელოდები. ფინალი რა იქნება საინტერესოა. სახელმწიფო აღარ გვაქვს მეფის საფლავი, რომ ვინმე მიგვლიოს. მისტიურად ხდება რაღაც. გარდა მატერიალური სიმდიდრისა, რაც შეიძლება მეფის აკლდამაში იყოს, კიდევ რა განძის, რა ენერგიის მოლოდინში ხარ. ესე არც დავით აღმაშენებლის და ბევრი ბაგრატიონი მეფის საფლავი არ ვიციცა და არც აღარავინ ეძებს მგონი. რა გაქვთ ჩაფიქრებული, ან სხვა რატომ ხმას არ იღებს. დეო 8708 მეკითხება. დეო, როგორც ჩანს, შენ პირველად გამიცანი და სავარაუდოდ ამ ვიდეოდან გამიცანი შენ პირველად. მინდა მოგახსენო, რომ თამარ მეფის საკითხებით მე ძალიან დიდი ხანი ვარ დაკავებული და ვიკვლევ ამ საკითხს როგორც რეჟისორი, როგორც სცენარის ავტორი და როგორც უბრალოდ დაინტერესებული პირი და შემდეგ ახლა უკვე როგორც ეზოთერიკი და როგორც ბოდიშით ჩემი ბიჭი გაცებულია და დაახველა. როგორც ეზოთერიკი, როგორც ქრისტიანი, როგორც ესენი ენათმცოდნე და როგორც ბაგრატოვანთა გვარის შთამომავალი. ძალიან მაინტერესებს ეს თემა. თამარ მეფის აკლდამაში რა შეიძლება იყოს კიდევ რა განძი, რა ენერგიის მოლოდინში ხარ. ეს კითხვა, კარგი კითხვა, ძალიან მომეწონა. აი, როგორ მომეწონა იცი, რომ არც ერთმა ადამიანმა ამ კითხვას არ გაუსვა ხაზი, თუ რა შეიძლება კიდე დაგხვდეს იქ თამარ მეფის კაბის, თამარ მეფის ოქროს უკაცრავად ოქროს სასახლის და თამარ მეფის ოქროების გარდა. მინდა მოგახსენოთ, რომ დღეისობით ოქროს ფასი აღარ აქვს მაღალ სიხშიროვან ადამიანთა წარმომადგენლებს შორის, მაგრამ ოქროს ფასი აქვს დაბალ სიხშირეთა წარმომადგენელს შორის. დაბალ სიხშიროვანი ადამიანები ეძებენ ოქროს, მაღალ სიხშიროვანი ადამიანები ეძებენ ცნობიერებას. ჩვენ, გარდა იმისა, რომ თამარ მეფის აკლდამაში შესვლის დროს შეიძლება დაგხვდეს იქ, რა თქმა უნდა, ოქროს სასახლე, რომელშიც ჩასვენებულია ის, ასევე შეიძლება დაგხვდეს უამრავი წერილი, რომელიც დაიკარგა, რომელიც გაქურდეს, რომელიც გაძარცვეს სხვადასხვა დამპყრობლებმა და მონებთან ერთად გახქონდათ უამრავი წერილები, უამრავი წიგნები და უამრავი ცნობიერება, რომელიც ჩვენ, რაც შემოგვრჩა, ისიც საპატრიარქო მიიტაცა და თავის ბიბლიოთეკაში გადამალა. ჩვენ ასევე შეიძლება დაგხვდეს თამარ მეფის სრული სახე, მისი გარეგნობა, რომელიც ასე რთული იყო გადმოიტანათ ფრესკაზე და ძირითადად მისი გარეგნობა არც ერთ ფერწერს, ხატმწერს არ ძალუძდა, ეს ძალიან ცნობილია და მისი გარეგნობა გამოდიოდა ყოველთვის სხვანაირი, ვიდრე თამარ მეფე ჩვენ შეიძლება ვიხილოთ და აქედან გამომდინარე
ეს საკითხი, როდესაც ჩვენ თამარ მეფეს ვიხილავთ და მის ცნობიერებას, მის ნაწერებს, მის ცნობას ჩვენ დამი თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო გადავარჩინოთ, აი ეს ყველაზე დიდი განძია ჩემი აზრით და აქ შეიძლება ძალიან დიდი გარდატეხებიც მოხდეს მსოფლიო მასშტაბით. მას შემდეგ, რაც ეს ცნობიერება გარეთ გამოვა. ერთი წუთით, მეგობრებო, ფეთში უნდა შევუკეთოს შეშა, თორემ ჩაქრება. რაც შეეხება აკლდამებს, როგორიც არიან დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ბრწყინვალე და ჩვენი ყველა ის მეფე, ვინც გარდაცვლილია, მათი აკლდამები ძალიან კარგად ცნობილია, უბრალოდ ყველა ადამიანისთვის არ არის ცნობილი და სამწუხაროა, რომ საპატრიარქო ადამიანებს მის მაცხოვრებლებს გამოყოფს თავის თავიდან და ახარისხებს ერისკაცობა და საპატრიარქო. ერი და ბერი. ერი და ბერი დღეს ერთიანი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაჯერებენ იმაში, რომ ერი და ბერი ერთია, ბერი ზრუნავს ერზე, ერი ზრუნავს ბერზე. თუმცა დღესდღეობით მხოლოდ ერი ზრუნავს ბერზე და ბერი უკვე მიდის ჯოჯოხეთისკენ. სამწუხაროდ ასია, რადგან არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს ამბობს ქრისტე და რა არის ჯოჯოხეთი თუ არა სხვა, როცა ადამიანი ქრისტეს სახელით მოძღვრავს და ყველაფერს ფარავს, რაც კი შეიძლება იყოს სინათლის მომტანი. მაშასადამე არ არის დაფარული, რომ არ გაცხადეს ქრისტეს სიტყვის პირდაპირ საწინააღმდეგოდ მიედინება. თუ კი ჩვენ საპატრიარქო ერს გვიმალავს იმას, რაც ქრისტეს სურდა რომ გაეცხადებინა, მაშინ მე კითხვა მიჩნდება, რომელ ქრისტეს ემსახურებიან ის ადამიანები, რომელიც ქრისტეს სახელით გვმოძღვრავენ. მე ძალიან მაინტერესებს და ამიტომაც თამარმა სწორედ იმ ხალხისთვის, რომელსაც საპატრიარქო დაამონებს, გადამალა თავისი აკლდამა. რამე თუ აკლდამა, სადაც თამარი შეიძლება განსვენებულიყო სხვა მეფეებთან შორის, ის იქნებოდა სამუდამოდ გადამალული და ჩვენ ვერასდროს ვიხილავდით მათ. ეს იცოდა თამარმა და ამიტომ ძალიან გონივრულად დაგეგმა მან ეს საკითხი, რომ მისი გვამი არავის უნდა სცოდნოდა სხვას თუ არა მხოლოდ და მხოლოდ მის განდობილებს. აქედან გამომდინარე, თამარმა დაიბარა, განესვენებინათ იქ, სადაც არავის ეცოდინებოდა თუ სად მარხია მეფე თამარი და მხოლოდ იმ დროს გაიხსნებოდა, როდესაც მოითხოვდა კაცობრიობა და ღმერთს შესთხოვდა მის გამოჩენას. და ეს შეისმინა ღმერთმა, თქვენი ვედრება, ჩვენი ვედრება, განსაკუთრებით იმ ადამიანების ვედრება, რომელ ადამიანებსაც სურთ თამარ მეფის აკლდამა გაიგონ სად არის, რომელთაც სურთ იხილონ თამარი, რომელთაც სურთ თამარ მეფის ცნობიერებას ჩასწვდნენ და სწორედაც რომ მეფემ, ასევე როგორც მეფემ, ისე ღმერთმა შეისმინა ყველას ვედრება და გაგვიცხადა სად არის თამარ მეფის აკლდამა. თუმცა აქ სხვა ომი წავიდა, რომელ ომსაც ქვია კეთილი და ბოროტი ძალების შეჯახება. ხარბი და გულღია ძალების შეჯახება. ხარბი ის, რომელიც აჯდება ცოდნას, გულღია და გამცემი ის, რომელიც გასცემს ცოდნას და რასაცა გასცემს შენიაო თავის პოემაში წერს. პოემაში შოთა რუსთაველი რასაცა გასცემს შენიას გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ერთადერთი გზით. თუ კი მეფე იქნებოდა გამცემი და მისი არსი, როგორც ასეთი რასაცა გასცემს შენია, იქნებოდა ყველასათვის თვალსაჩინო.
მისი სულისკვეთება გადადიოდა ხალხზე და ხალხი იწყებდა იმის წერას, როგორიც ჰყავდა მეფე. ასევე მეფე, რომელიც დღეს არ გვყავს და რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით თვითონვე ქართველმა ერმა მოიკვეთა თავის ერისთვის, რამე თუ ყველას მოუნდა მეფობა და ყველას ეგონა, რომ თვითონ უკეთესი მმართველი იქნებოდა, ღმერთმა უთხრა ქართველ ერს, კი ბატონო, თქვენი ჭირიმე თქვენ გენაცვალეთო, დადექით და ახლა თქვენ თვითონ ნახეთ როგორი მეფეები ხართ და დედოფლებიო. ერი განადგურდა. ერი გადაჯიშების და გაქრობის პირას დადგა. აი ეს მოხდა სწორედ იმით, რომ ყველამ დაიწყო მემეობა და ბატკნებივით მემეთი საუბარი. ახლა თქვენ შეგიძლიათ დაუმტკიცოთ ღმერთს, როგორი მეფეები და დედოფლები ხართ, ერთი მეფის გარეშე და ერთი დედოფლის გარეშე. თქვენ თუ ამას მოახერხებთ, შეძლებთ თამარ მეფის აკლდამის გახსნას. თუ ვერ მოახერხებთ, თქვენ დარჩებით ისევ მემეში და იქნებით დიდი ცხრის ფარა. ასე რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, რაც ინებეთ მოგეცათ, რაც ისურვეთ მოგეცათ, ახლა ღმერთს ნუ დაადანაშაულებთ. მადლობა ამ კითხვის დასმისთვის, მე დაგემშვიდობებით ახლა მომავალ შეხვედრამდე.